ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ჩემო ძვირფასებო. რატო ხდება, რომ ისება ქვეყანა უცხოელებით 9 მილიონი ადამიანი არის შემოსული საქართველოში, უცხოტომელები, რომლებიც საკუთარი კულტურა ისეთი აქვს, რომ ქართველი ერს მოკლე ხანში გადაშენების პირზე დადგება, ქართველი ერს გადააშენებს ეს მდგომარეობა და ქართული საზოგადოება, დარჩენილი ვინც არის, გულგრილად უყურებს ამ მოვლენას. ანუ უფრო წარეთ რომ ვთქვათ, ქართული საზოგადოების უმრავლესობა თulis, ან საერთოდ არ თulis, ასე ამჯობინებს, რომ საჭმელი, დღევანდელი საჭმელი ჯობია შვილისა და შვილიშვილების სიცოცხლეს. ასე გაგრძელება შვილისა და შვილიშვილების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ამ მდგომარეობით. ამ უბედურებას ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლება. რადგან უცხოელების შემოყვანით აკეთებენ დიდძალ ფულს. მთლიანობაში საქმე ეხება მილიარდობით თანხას. იყიდება მიწები, სამშენებლო ბიზნესი ხელშეწყობა და ბუნებრივია უცხოელები ყიდულობენ რა ბინებს, ეს დაახა ბრუნავს ძირითადი ნაწილი იმ რამდენიმე ოჯახის ჯიბეებში გადადის, რომელი რამდენიმე ოჯახიც ბიზნესმენები ბიძინა ივანაშვილის დამანდობით არიან საქართველოს ფაქტიური მმართველები. ის ძალა, ეროვნული ძალა, კონსერვატიული ძალა, რომელმაც ეს თემა წამოწია, კონსერვატორები საქართველოსთვის. მანამდე ალტიპო, ასე ერქვათ, უწოდებდა ხალხებად, ეს თემა, მიგრანტების თემა, მათ წამოწიეს. თუ კი ქართული საზოგადოება დაიწყებს ამ თემაზე მსჯელობას, ეს სწორია, მიგრანტების შემოსვლა არ არის სწორი, ავტომატურად ქართული საზოგადოების ცნობიერებაში დაილექება ორი პოლიტიკური ძალა. არსებული ხელისუფლება, ანუ ქართული ოცნება და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული კონსერვატორები. ეს კი არის ხელისუფლების გარდაუვალი დასასრული და დიდი ალბათობით საბრალდებო სკამზე მათი დაჯდომა. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ კონკურენტად დაფიქსირდეს ეგრეთ წოდებული აკაცუკები, ქუჩაში მორბენალი, ლიანდაგით ევროპაში შემსვლელი საზოგადოება. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ მათ ირბინონ რუსთაველზე. იყვინოდნენ რევოლუციას, მერე ლიდერები უნდა გამწვავებისთვის აუცილებელია ლიდერები უნდა დაიჭირონ, მერე იმათმა ტელევიზიებმა და ამათ ტელევიზიებმა ამ თემაზე უნდა მუხტი აწიონ და ის თემა, რაც სინამდვილეში არის პრობლემა მთელი ქვეყნისა, მიგრანტების შემოსევა, ხელისუფლების ხელშეწყობით ფულის კეთების გამო. ეს პრობლემა გახდეს საზოგადოებისთვის მსჯელობის მეორე თემა. თუ მეათეა მეორე თემა მაინც. ანუ შემოდგომაზე ხო არჩევნები გვაქვს. თუ კი არჩევნებამდე საზოგადოების უმრავლესობა ისაუბრებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა დარჩეს, თუ აკაცუკება უნდა დაამხო ხელისუფლება, მაშინ ქვეყანას გარდაუვალი ეროვნული კატასტროფა ელოდება, იმიტომ რომ ხელისუფლება ძალიან მარტივად მოახერხებს მოგებას, იმიტომ რომ გამარგინალებული ყავს ის ხალხი უკვე, ის ძალები უკვე გამარგინალებული ყავს, დაცინვის წარმატებულად მოახერხებს მიგრანტები დიდ ფულის კეთებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს
ჩვენს ეროვნულ კატასტროფებს. ხოლო თუ კი საზოგადოება მიხვდება, რომ ეს შემოგდებული თემა აკაცუკების სირბილი რუსთაველზე და აქცენტს გააკეთებს, ქვეყანა გვიკვდება თვალსა და ხელშუა, შესაბამისად არჩევნებზე საკმაოდ დიდ შედეგს დადებს კონსერვატორები. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ქართული ოცნება მალე დატოვებს ხელისუფლებას და ქვეყანა გადარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული კატასტროფები გარდაუვალია. ჩემი პროგნოზს მოგახსენებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს საზოგადოებაზე სამწუხაროდ მე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, სადღაც 10%-ს ფიქრობ, რომ გაიღვიძოს, ახმაურდეს, ხოლო 90% კვლავ გააგრძელებს საჭმელის უპირატესობას, ანუ საჭმელისთვის უპირატესობის მიცემას, ვიდრე შვილისა და მომავალი სიცოცხლის გადარჩენას. ამიტომ კატასტროფები გველოდება წინ და რაც შეეხება ახლა კატასტროფებს და ერთი სიტყვას. მეგობრებო, ღმერთი ყველაზე მეტად ახსოვთ, როდესაც ვისახსოვთ ღმერთი ყველაზე მეტად. ციხეში, კამერაში პატიმარს, პალატაში ავადმყოფს და სანგარში ჯარისკაცს. ყველაზე მეტად ღმერთი ახსოვთ მათ და სწორედ იმ ადგილებში, რომელიც ჩაგოთხოვა. ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთს უყვარვართ ჩვენ. შესაბამისად, ეროვნული კატასტროფები იქნება ან ჩვენი ავადმყოფობა, ან პატიმრობები, ან არანორმალური გიჟური ომი, რომელიმე მტერთა. ალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა ინებოს, რომ ჩემი ვარაუდის 10% გამართლეს და ქვეყანა გადარჩეს კატასტროფების გარეშე. ალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. აი გავალ გვირაბიდან და მერე გამორთავ ტელეფონს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შემოძვირფასებო. აგლოცოთ უკან.